ერთი კაცის ტელევიზია ნიკალა ფილმი მოგესალმებათ, გამარჯობათ ქალბატონო. თქვენი სახელი და გვარი თუ შეიძლება რომ გითხრათ. თქვენი გვარი მითხარით? ასპანეთზე. ასპანეთზე. წარმოშობით საიდან ბრძანდებით? დასავლეთიდან საქართველოს. ქართლიდან ვარ. ქართლიდან ბრძანდებით. ბავშვობა სად გაატარეთ? ბავშვობა. კლდეში. სადა? კლდეში. ეგ სად არის? თეთრი წყაროს რაიონი. სკოლა იქ დაამთავრეთ, ხო? სკოლაში როგორ სწავლობდით? ხუთოსანი ბრძანდებოდით. პირველი მოწაფე. ძალიან კარგი. მეორე კლასი დავამთავრე და მერე? მერე გზარი იყო. ფეხით დავდიოდით. იმ სოფლიდან მანდა 30 კილომეტრია. დიახ. და ვეღარ დაასრულეს. მერე დავთვლი ბავშვები მაგალითად აღწავიდოთ. რამდენი შვილი შეგეძინათ? რამდენი და 5 მყავს და 3 ცხრალი მყავს. ერთმან ნათელში ამყოფოს. აი ხა თქვენი მეუღლე რას წარმოადგენდა? ვინ იყო თქვენი მეუღლე? ჩემი მეუღლე პირველი კაცი იყო იმ სოფელში. დიახ. თავმჯდომარეც იყო, ბრიგადელიც იყო. სახელი და გვარი მითხარით თქვენი მეუღლეს? ჩემი მამისა ჭაგიძე ბეგლარი. სიყვარულით მოხდა ეს თქვენი ასე ვთქვათ ურთიერთობა? შეგიყვარდათ? ჩემი მამამთილი მოხდონდი. დიახ. მაგის მებიან და მაურტავიდან შეინახაო. დიახ. ეგეც მე შემინახამსო. და ეს მოხდა რა. ძალიან კარგი, კი ბატონო. ბრიგადებში დამწერდა ჩემი მამამთილი. ჩვენ არ ვიყვარდა ერთმანეთს, არავინ არ ვიყვარდა. მერე ხო შეგიყვარდათ? ოჯახი რო შექმნით. ძალიან კარგი. მერე ოჯახში იყავით, ძირითადად ოჯახში ბრძანდებოდით, ხო? სკოლის მერე არსად აღარ გიმუშავიათ, არც არ გისწავლეთ. სასამხოდ ამის დრო. თერი ოჯახის მოხუცები იყვნენ. ჩემი ამდენ და მამამთილი. დიახ. ეგეთი შვილი ეყოლათ რა მაგათანა. თეთრი წყაროში, ხო? თეთრი წყაროს რაიონი, სოფელი კლდეში. და რატო ქვია ამ სოფელს ეს სახელწოდება? რამე? კლდიანი ქვეყანა. კლდიანი ქვეყანა. კლდეზე დგას სოფელი. მაცხოვრებლები კომლი ბევრი ბრძანდებით, ხო? ბრძანდებოდნენ, ხო? კი. ძალიან კარგი ბატონო. და აი თქვენ ბავშვობას ხომ ვერ გაიხსენებდით რამე ისეთ მშობლების შესახებ, აბა მშობლების შესახებ რომ მომიყვეთ. მამა შენი რო წაიყვანი შვილო. დიახ. არინერულოთო. ვტიროდით და ნოტირი ხართო. დესაც გავუშვებ რომ მოვიდე და ხოშ ათელონ და გავმარჯვდა დაბრუნდებითო. აბა დაბრუნდა. ვიდარჩ. ომში დაიღუპა. და დედამ გაგზარდა. დედამ გაგზარდა, ხო? და-ძმები ყავდათ, ხო? ძმები აღარ რამდენი ყავდათ? და ძმა? 4-დანი ვიყავი და 2 ძმა. არა, მრავალშვილიანი, დედაჩემი სხვათა შორის, დედაჩემი თუში ქალბატონი იყო. ჩემი ძალიან ოჯახი იყო, წალკიდან იყო. წალკიდან. ისიც ყარაშვაღადი კალი იყო რა. თქვენ რა ნატრა გქონდათ? ვინ გინდოდათ რომ გამხდარიყავით? მასწავლებელი, ექიმი? ხო გქონდა რაღაც სურვილი რომ ყოფილიყავით? ხონდა, მაგრამ როცა დავწუხდი, რაღაც უსის იყო. საქონელი ყავდა. დაშავსოლიდი, მოხუცებსოლიდი. დედამთილს და მამამთილს, ხო? დედამთილს და მამამთილს. და ოჯახში დარჩით ასე ვთქვათ. და ვინ გინდოდათ ესე იგი, ექიმი გინდოდათ რომ გამხდარიყავით? შევა ყველაფერს გამოვიდოდი, მაგრამ როცა სკოლას დავიდავანები, რა გამოვიდოდი. ასე. ლექსებს ხო არ წერდი, ლექსებს? არა. ხატვით ხო არ ხატავდით? ნახატებით ხატვით ხო არ ხატავდით? რა. მუსიკა, სიმღერა ღეროდით? სიმღერა ხო. ღეროდით? ხო ვერ გაიხსენეთ რამე სიმღერას ახლა, ხო რო წამიმღეროთ რაღაცა. იცით ლექსები? ხარაფ
არაფერს არ ვიცი. მაშინ როგორი ცხოვრება იყო? კარგი ცხოვრება იყო? სად იყო ჩვენ პატარები დავშით მამაშენი რო წაიყვანეს და რა კარგი სახლიც არ აქვს. ჰა. სახლი ჩემ ააშენეს იოთახი. ძირითადად მესაქონლეობაც თქვარი და ძროხა ყავდათ, ხო? და ამ ძროხას და თქვარს უვლიდით თქვენ პირადად. კერვად, აი ეს დართვა, ხო იცოდით, იცით? ქსოვა, კი. ქსოვდით ხოლმე, ხო? და კერავდით საბნებს რაღაცა თქვენი ოჯახისთვის. საბნებში ლოგინი იმდენი შევკერ ამათაც თინასა და ჩემთინას. ძალიან კარგი. იქაც ორი ოჯახი მაქვს სოფელში. იმათ თავისი აქვს ლოგინი, ამ მეორეს თავისი. ამათაც თვითონ. სულ ჩემი შეკერილი. ძალიან კარგი. ძმისშვილებსა, ძიშვილებსაც. იქ თქვენ სოფელში კინო იყო, კინოს აჩვენებდნენ ხოლმე. ერთთან მოდიოდა რა. რამე ფილმი ხო არ გახსოვთ? აბა რა ფილმები მოუტანიათ? გიორგი სააკაძე ხო არ გახსოვთ? გიორგი სააკაძე. ისე სახელი მახსოვს, მაგრამ გასაგებია. მოხდით არაფერი. არსენა, ფილმი არსენა. აღარაფერს აღარ მახსოვს, ხურითაც აღარ მესმის. სკოლაში კარგად სწავლობდით. ხუთოსანი იყო. ჩამხანაგის გულისთვის ორელი გამამაყოლეს მოგეთქვეჩი. შენ ამ ხანას გრუპამო, შენი მეზიაო და აღარ ასწავლოს. ბევრი იყავით სკოლაში, კლასში. ბევრი ვიყავით, ხო, თეთრწყაროში. თეთრწყაროში, ხო? ხო და გზა იყო. გზა არ იყო? ხედავთ გორიძე და რემედა ჩემი ბიძაშვილი. ხო და აბა ქალიშვილი ქალი საერთოდ გასაგებია. რომელი ფრინველი გიყვარს? ფრინველი? ხო. ინტერესი. ძალიან კარგი, მადლობთ. ცხოველი რომელი გიყვართ? ცხოველი. ძროხა. აი ნატრის თვალი ხო გაგიგიათ, ნატრის თვალი. რო გქონდეთ, რა სინატრებდით? შვიდობას. და შვიდობა რა არის? ხომ შვიდათა ვართ ახლა? ქვეყანას შვიდობა იყოს ქვეყანას. ომი აღარ იყოს. ელოდებოდით მამას წერილი მოვიდა, ბოლო წერილი საიდან მოვიდა? მამაშენს ყველაზე ძალიან მეუყვარდი. პირველი ბიჭი იყო, მაგრამ მეუყვარდი. დიახ. ჩემ ბაბუცას მოვასწავლო. მამა რამდენი წლის ახალგაზრდა იყო, რომ გაიწვიეთ ჯარს? 40 წლის იყო. უყვარდა ღვინის. ღვინის დალევა. კი, მამას მეუღლეს დალევა უყვარდა? კეიფი. თქვენ გიყვარდათ? სტუმრები გიყვარდათ, რომ მოდიოდნენ? სტუმრები კი. სტუმრიანი ოჯახი ჰქონდა ძალიან. ძალიან კარგი, ბატონო. ესე იგი ნატრის თვალი რო გქონდეთ, მშვიდობა სინატრებდით, ხო? შვიდობა სინატრებდი, მაგრამ შვიდობა იყოს. აღარ მოხდეს ესეთი რამე რა. სოციალურ წავა ადამიანი და რასაც აღარ ვნახა. ისადვედია. ტელევიზორის ყურება გიყვართ? რას უყურებთ ხოლმე? სერიალებს? აბა რა სერიალს უყურებთ ახლა? თურქულ სერიალს? ყველაფერსაც უყურე, რომელიც კარგია. ხო არ დაგღალეთ ჩემი კითხვებით, ხო არ დაიღალეთ? ბებია და პაპა გახსოვთ, ბებია და პაპა? ჩემი ბებია და პაპა? კი. ჩემი ბებია მახსოვს და პაპას მახსოვს. კითხვით ახლა კითხულობთ, ხო? შეგიძლიათ რომ წაიკითხოთ და კი ბატონო. რას კითხულობთ, აბა უკაცრავ? კალენდარში? კალენდარში კითხულობთ ხოლმე, ხო? როდის ახართ დაბადებული? რომელ წელს და რომელ თვეს და რიცხვში? 25-ში ვარ დაბადებული, მაგრამ ოქტომბერში. ოქტომბერში. როგორი ბავშვები გყავდათ? ხო არ გაბრაზებდნენ? კაი შვილები მყავს. კარგი რო არის ნანადრი. ერთი მეორეზე კარგებია. ძალიან კარგი. სოფელში ჩადიხართ ხოლმე, გენატრებათ სოფელი? ეს მყავს იქ. თქვენი საფხოში შემთან არის. იქ სოფელში ჩადიხართ, ხო? მიდიხართ ხოლმე, მიყავთ. სოფელში წეგმინა ყავს და აკაც.
ბავშვებს ასწავლეთ, სკოლა დაამთავრებინეთ, მერე დაამთავრებინეთ უმაღლესი სასწავლებლები? ამან უმაღლესი დაამთავრა. ისიც არა, მოსკოვის ფილიალი იყო და მერე გპ-ში შეუერთდა. გასაგებია, აქ რო იყო, კი. აქ რო იყო. იქაც ვიყავი სამჯერ, 3 სემესტრი იქ ჩავაბარე და მერე აქ. კავშირგაბმულობაში ბრძანდებოდით, ხო, კი. და ქალბატონო ბაბუცა, რა მაინტერესებს? რწმენის შესახებ ეკლესია ღმერთის გწამთ თუ არა? ყველაფერი წამწამშულა. ყველაფერი წამწამს. აკეთებდით იმ ტრადიციულ იმას რელიგიურ კუთხით სანთლის დანთებას? კი, ეკლესიაში დადიოდით? რა ეკლესია იყო თქვენ სოფელში? ეხლა გარემონტეს გააკეთეს და არ მინახია. არ გინახიათ? დანგრეული იყო. დიახ. ხოთა ეხლა ააშენეს, გარემონტეს და ვეღარ დავდივარ და არ მინახია. არ გინახიათ. და ეკლესიას რა ქვია? სახელწოდება რა ქვია ეკლესიას? შობელი. ღვთისმშობლის ეკლესია. შობელია. და წმინდა გიორგი ხორი. წმინდა გიორგი. ბავშვობა გახსენდებათ ხშირად ხოლმე? როგორ არ მახსოვდება. მარ მახსოვდება. გაჭირვებით დავზდავის არ დავზარდა რაჩემა. რაჩემი ფერმის მაშინ მუშაობდა. ქათმების ფერმაში. ქათმების ფერმაში. ქათმების ფერმაში. ასწლიდან გაწმენცა. დიახ. ერთხელ 120-დან ერთი წელი საფანე სამოიტანა. სიმინდი. ხო. მილე მისცეს რა. დიახ. რა ბავშვები არ დახოცეს. არ დახოცილიყვნენ შიმში. თონეში აკრავდით პურს, თონეში. არა. აბა? ფურნეში. ფურნეში. ფურნებს აკეთებდა ჩემი ბებორი. გასაგებია. ფურნებს აკეთებდა ისეთი ფურნება საყდარებით. ახლა აღარ ვაცხოთ. აღარ აცხოთ. თერცობაში რაც ფურნია აკეთებული, ისინი აკეთებული. თქვენი მეუღლის. ხელოსანი იყო. ყველაფერი კინსა, ხისა, ყველაფერს აიცოდა. ცოტა იყო იმის სიკვდილი, მაგრამ უყურდა რა ვქნა. თუბია. ეხლა თქვენ სოფელში ძალიან ბევრი ხალხი ცხოვრობს? ბევრი კი არა, ესეთი 9 ადამიანია ეხლა. 9 ადამიანი. სამხურში მოდი. ადგილები აქვს? დაჩასავი. არავინ არ ახედის. სახლები სუყელასა აქვს. სუყელასა აქვს. დაჩა არის, ხო? დასასვენ. მოდია ხოლმე დასასვენ. კარგი ჰაერია იქ დასასვენებლად. კარგი ჰაერია. წინა ესე ნაძვნარია. დიახ. ნაძვნარი არის და კაი ჰაერი არის, ასე ვთქვა და დაჩაცხმარობენ. კარგია. სოფელს რა ქვია? კლდეში. აი ფურნეზე გამახსენდა. დიახ. ბებია ჩემს მიუძღვენ და ვარცში მოზელილი პურის სომი გუნდად დადებული ფურნეში მისი მხურვალებით დაბრაწული არე გახვეული სურნელში ბაში რომ გამითბა გული ყოფის დღემდე ხელს მიწყობს გალღობაში მე რომ ძალზედ მიყვარს პური სოფლის ბებო მიწყობდა ბალღობაში კარგია, მშვენიერი არის, მადლობს ლევან ბოცვაძე, პოეტი. აი პოეტი შვილიშვილი ყავთ და რა სიტყვით, თქვენ რატო არ წერთ ლექსებს? წერდით ლექსებს? ლექსებისთვის ადმეცალა შვილო. არა. შენ სკოლაში დავდიოდი, მე დავწვი შვიდი, თანხმოწესოლიდი, თანოჯახსოლიდი. ძროხაკოდა, წყალიკოდა, ყველაფერი მოსავლელი იყო. გასაგებია. მასწავლებლები კარგი იყვნენ, ხო არ იყვნენ უხეშები და ცუდი მასწავლებლები? იმ საათშიც მეხვეწება ზეცხაროში ერთი. მარტო ვარო სამოჯახსახლი მახსოვრა, ჩემოდი ჩემთან იყავო. მაგრამ რა მიტა სხვასთანა, თუ საშურები კარგი მყავ. გაიხარეთ იცოც, გაიხარეთ. რას მეტყოდით მე, აბა მე როგორ დამლოცავდით? ქალბატონი ბაბუცა ასპანიძე როგორ დალოცავდით? ნიკო ბაღაშვილს როგორ დალოცავდით? 73 წელში ვარ მე. გოლიცონი დაგლოცავ. იცოცხლე დიდი ხანი და კარგად იყავი, ძალიან აქტივდეს. თავარი ადამიანსა ჯანიშვილო და თვალი შოქი. ოღონდ წაეგენი ყველაფერი კარგი გქონდეს. ბედი გქონდეს, იღბლიანი იყავი. რა ვქნას ახლა მშობლები უნდა და ფული
ფულიც აქონდეს, მაგრამ ფული გიყვარდა თქვენ, ფული. მარ მიყვარდა შუროხო. 3-5 წიგნებზე ფული მქონდა. 2-ზე ბიჭების წიგნი მქონდა, 3-ზე ჩვენთისა. და კიდევ ძალიან დიდი ბოდიშით რომ ამ კითხვას დაგისვავთ. მოგიპარიათ რამე? ეხლა ბავშვობაში ქლიავი მაინც არ მოგიპარიათ ხიდან? მეზობლის ქლიავი. და კონდა შენ და აკლებიც რაც მინდოდა სხვის. არ იპარავდით, არა. არა. ბაღიდან კი. კი. ის ბაღიდან. და ხალხისა არა. კი, გასაგებია კი. სიკეთე რა არის? სიკეთე ის არის რომ ადამიანს კარგს გაუკეთებ. არ მოპარამ. არ დააბეზღებ. ყველა უნდა გიყვარდეს. ვინც კარგია. ძალიან კარგი კი ბატონო. სიკეთე ყველა მოხუცი მესადებოდა. ჩემნა წყალი მისი ჩამეტანა, 7 გოგო ხავდა ეს. ჩემთან და გარიშზე დამტიდი იყო. 7 გოგო ხავდა და არც ერთი არ იყო იმასთანა. და მოკუზული იყო საწყალი, ვერ დადიოდა. ისდა და ის ერეცხანდა ჯორჯერსა. ჯერი მისინა ჩამეტანა, 2 ვედრო წყალი და მე ჩემთვის ძემენა მოიყო. გასაგებია. ყველა მოხუცი მენანებოდა, ყველა საწყალი მენანებოდა. მაგათ ბიჭაშიც ვიყავი, კაი შეძლებული ოჯახი მქონდა. და ბედნიერებას როგორ იტყოდით თქვენი სახით? აი ბედნიერება რა არის? ბედნიერება, ადამიანი რომ ბედნიერი იყოს, რა არის ამისთვის საჭირო? ბედნიერება ისა რომ სიმწარეს არ ანახავს. შვილები რო კარგად ახავ, ქვეყანაზე რო შვილობა იქნება. ბედნიერება ეს არის. გაიხარეთ. და ჯანი რო არ ასქივა ადამიანს. გაიხარეთ, სიცოცხლეც გაიხარეთ, მადლობთ. ერთხელ ჩემი მამიდის მაზლიშვილი იყო წყაროში. დიახ. მის ქმარი დამზადების კომიტეტში მუშაობდა. კი. ხოდა მივედი ერთხელა და იმ კაცმა უთხრა, ლონდონზე იყო. ჩვენ ამოდერა რამე გვიფუჭებაო და ჩვენ გასავი აკრეპას ინტერნატში. გადმამიყვანეს თავიანთან. ორი პატარა ბავშვი ხანდათ. დიახ. ბიჭი და გოგო. მე რეყოლა და ახლა რომ მოდის ის ბიჭი დაოს მეძახეს. გასაგებია. სალადირო თუ მოდის ხომე და კი. რაღაც დაუძახა ჩემთან მოდიოდა. შენ და რამე და მე ჩემთან შევიდეო. ესე უთხრა. თქვენ სიკეთეს, გახარებას გისურვებთ, ულევ ბედნიერებას თქვენ შვილებთან ერთად, დიდხან სიცოცხლეს გისურვებთ. შვილიშვილებთან, თქვენ მოდგმასთან. თუ ბედნიერად ყოფილიყავით, გაიხარეთ, იცოცხლეთ. რამეს ხომ არ მეტყოდით კიდევ დასასრულს. ერთი სურვილი მაქვს, მე ზაფხულში მეც წამიყვანეთ თქვენ სოფელში. მოდი, აგე იმასთან ერთად. კარგი, კი ბატონო, კი. ახაც ხორო? კი, თბილისში ვცხოვრობ, კი. ამობრძანდეთ. გაიხარეთ, იცოცხლეთ. სიკეთეს, გახარებას გისურვებთ და აბა რამეს ხომ არ მეტყოდით კიდევ. რაც ვიცოდი ისი დამავიწყდა. კაცი რომ ბერდება, ხო იცი, აღარაფერს აღარ ახსოვს. გაიხარეთ, იცოცხლეთ. ამერტმა ბედნიერი გავყოს გენასწორე, გაგიმრავლდეს შვილები, კარგად იყავი ჯანმრთელად. ჯანი არ აგივდეს, გენასწოროს ბაბო.